მეოცე დავალება, რომელიც გეომეტრიას მიეკუთვნება, ABC მართკუთხა სამკუთხედის C მართი კუთხის სწოროდან AB ჰიპოთენუსისადმი გავლებულია CD-ს სიმაღლე. იპოვეთ ABC კუთხის ტანგენცი თუ AD შეფარდებული დებესთან უდრის 2/7-ს. მართკუთხა სამკუთხედი ამ კუთხით ყველაზე გამორჩეულია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ვინც ამოცანას ხსნის, მას უკვე ძალიან დიდი ინფორმაცია უდევს მაგიდაზე, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. და მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი გეომეტრიული კანონზომიერება მხოლოდ მართკუთხა სამკუთხედისთვის მოქმედებს, რომ თუ კი სამკუთხედი წარმოადგენს მართკუთხედს, მართი კუთხის საუბრს სწორად შესაბამისად მას მართკუთხა სამკუთხედი ეწოდება. მას ჰიპოთენუზისადმი გავლებული სიმაღლე A-ში ყოველთვის მისი კვადრატი, A კვადრატი უდრის ჰიპოთენუზისადმი გავლებული სიმაღლის მიერ დაყოფილი ნაწილების ნამრავლს. თუ კი ჩვენ გამოვსახავთ CD-ს როგორც A-ს, მაშინ და 2x-ით და 7x-ით აღნიშნავთ AD და DB წერტილებს, როგორც ასე ვთქვათ, პროპორციას. აღმოჩნდება, რომ A კვადრატი ტოლი იქნება 14x კვადრატისა, ხოლო A-ში ფესვი 14x-იდან, ხო? ამ შემთხვევაში 14-დან არ ამოდის ფესვი და იქნება ფესვი 14, ხოლო x-დან ამოდის და ამიტომაც x-ი თავისუფალი წევრი, როგორც ნამდვილი რიცხვი. რაც შეეხება ამოცანის პირობას, ABC კუთხის ტანგენსი გჭირდება. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ABC კუთხე, რომელიც ალფათი მაქვს აღნიშნული, ტანგენსით ორგვარად შეიძლება გამოისახოს, როგორც AC-ს ფარდობა CB-სთან, ანუ ტანგენსი სწორედ ნიშნავს იმას, რომ ეს არის მართკუთხა სამკუთხედში, მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიმდებარე კათეტთან, ხოლო მეორენაირადაც შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს მსგავსია, ნახეთ, CDB სამკუთხედი მსგავსია, არის მართი. ამიტომაც რომ არ გავუთულოთ საქმე, ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ CD ისე შეეფარდება CB-ს, როგორც ტანგენს ალფა. და მართლაც, რადგან CD უკვე გამოვსახე x-ი და ეს არის ფესვი 14 x-ი, ფესვი 14 განროლებული x-ზე, ეს შეფარდებული უნდა მეთქვა DB-სთან, იმიტომ CB ჰიპოთენუსა შეფარდებული DB-სთან, რომელიც 7x-ით არის აღნიშნული, x-ები წავა, შეიკვეცება და დაგვრჩება ფესვი 14 შეფარდებული 7-თან. და პასუხი იქნება B. ანუ ეს არის ამოცანა, რომელსაც არ აქვს მხოლოდ ერთი გზა ამოცანის ამოხსნამდე. ხო, ანუ პრობლემის გადასაჭრელად კიდე არსებობს სხვა გზები, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მარტივი გზა არის.